საქართველოში გლოვა ერმა დაკარგა ეპოქალური ადამიანის სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსი, რომელიც მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების სიმბოლოდ აღიქმება. ილია მეორე 59 წლის განმავლობაში იდგა ქვეყნის ცხოვრების ეპიცენტრში. კათოლიკოს პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა. სასულიერო პირთა რიცხვი კი 3000-მდე. გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება. ილია მეორე მრავალი მუსიკალური ნაწარმოების გალობის, ასევე 20-მდე ხატის ავტორია. ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გვიანღამით გარდაიცვალა. საქართველოს ტკივილისა და მწუხარების თანაზიარია ტელეკომპანია არგოც. საქართველოს ტკივილია კი არა მარტო საქართველოსი, მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ტკივილია და ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის. ამ ქვეყნიური დავკარგეთ, მაგრამ იმ ქვეყნიურში და ზეციურ საქართველოში ჩვენ კიდევ ერთი დიდი წმინდანი და კიდევ ერთი დიდი მლოცველი შევიძინეთ და უფალმა გაანათლოსა ჩვენ აქამდეც ვლოცულობდით მის სიცოცხლეში, მის ჯანმრთელობაზე და აწიც ვილოცებთ იმისთვის, რომ სასუფეველი დამკვიდროს უფალმა. შეეწიოს მისი ლოცვა საქართველოს იმ ქვეყნიური ზეციური სასუფევლიდან. ამათ ვიტყვი, რომ ის ყოველთვის იდგა იმ საძირკველზე, რომელიც საძირკველსაც ერისა და ბერის ერთობა ჰქვია, ის ამ ერთობისათვის იბრძოდა. მისი მოწოდებები მშვიდობასთან დაკავშირებით წინასწარ ხედვა იყო თუ რა ხდებოდა და რა მოხდებოდა ხვალ, ამიტომ მისი ლოცვა უკავშირდებოდა სწორედ ამ ერთობის შენარჩუნებას. თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ ეკლესია და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება სულ მუდამ ერთად მოდიოდა და გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. და როდესაც იმ საბჭოთა ეპოქაში პატრიარქმა ჩაიბარა ის მძიმე უღელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მან ღირსეულად გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყო და ვინ რას ამბობდა, ხშირად მესმოდა ხოლმე სადგასო პატრიარქიო. პატრიარქი იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო, რამე თუ მისთვის ყოველი მოქალაქე, მომხრე თუ მოწინააღმდეგე იყო ის ადამიანი, რომლისთვისაც ის ლოცულობდა ყოველთვის. ამიტომ მისი ხელი სულ გაწვდილი იყო იმათ მიმართ, ვისაც ეკლესია წამდა რა იყო და სამშობლოს სიყვარული იცოდა რა იყო. აქედან გამომდინარე, არასოდეს არ მიფიქრია, რომ პატრიარქი სადმე უნდა მდგარიყო. პატრიარქი იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ის იდგა ერისა და ბერის სადარაჯოზე და დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოსათვის, მისი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებისათვის, რეალობისათვის უცხო არის ზოგადად მორალი. მორალი აღარ განიხილება როგორც კატეგორია, დღეს თუ თვალს გადავავლეთ პოლიტიკურ ცხოვრებას, როცა იმპერიები ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული, რომ ვინი ბატონებს სოფლიოში და ასე დროს პატარა საქართველო, პატარა ნაფოტივით რომ არის ამ დიდ ზღვაში, სწორედ პატრიარქის ყველა ლოცვა მიმართული იყო იმისათვის, რომ როგორ გადაერჩინა ერი და ბერი და არა იმისათვის, ვინ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში. მე მჯერა, რომ მისი ლოცვა კიდევ დიდხანს წარადგება ჩვენ საქართველოს. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რომელიც არ უკავშირდება ჩვენს პატრიარქს, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდი დაემთხვა ზუსტად ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა საქართველოში. ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ჩვენ და მახსოვს ის პერიოდი, როცა პირველი ნათლული მოვნათლე ანჩისხატის ტაძარში 13 დეკემბერს და ძალიან ხშირად 92 წლიდან უკვე მუდმივად დავდიოდი პატრიარქის წირვებზე. პირველი სახარება მახსოვს, ქართულად სახარება სწორედ ილია მეორის დროს დაიბეჭდა და მახსოვს ერთ-ერთ იყო თებერვლის დღეები ახლოვდებოდა და გითხრა, რომ გვეყიდა ყველას ერთი სათითო სახარება და გვეჩუქებია ვინმე ჩვენი ახლობელი გვეყოლებოდა ალბათ ახლობლობაში დავითი და თუ კი არ ქონდა ამის საშუალება შეგვეძლო ისე აგვეღო და მე მახსოვს, რომ პირველი სახარება ფაქტიურად მაჩუქა პატრიარქმა. სხვათაშორის ვისთვისაც გავთვალე იმ ადამიანს ვერ ვაჩუქე, მაგრამ ის სტიხაროსანი გახდა და სტიხაროსნობაში აღესრულა ის დავითი. მეორე დავითს ვისაც ვაჩუქე, ის ეკლესიის მრევლშია და რატომღაც მგონია, რომ იმ დღეს უდიდესი მადლი წამოვიღე. მუდმივად ვიყავით პატრიარქის წირვაზე, მერე უკვე არჩილ მინდიაშვილთან და ეს პერიოდი მახსენდება ალბათ ყველაზე ულამაზეს პერიოდად და განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, იმიტომ რომ ერთ დღეს ვიყავით დაბადებულები და
ვიცოდი რომ 4 იანვარს რაღაც განსაკუთრებულ ამბობდნენ, ასე ამბობდნენ და მე მჯეროდა. ალბათ იმიტომ რომ მინდოდა დამეჯერებია, რომ პატრიარქი განსაკუთრებულად ლოცულობდა ამ დღეს დაბადებულ ადამიანებზე და ის იყო ყველას მამა. მე ძალიან განვიცდი რომ ამ მხოლოდ ერთადერთხელ თქვა დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო და შემიძლია ვთქვა რომ იცით რა ჩვენ ვიტიროთ ჩვენი თავი. პატრიარქი არის ძალიან დიდი ადამიანი, არის და იქნება ყოველთვის და მან შემიძლია ვთქვა რომ დაისვენა. თუმცა მე მაგის შეგრძნება რომ უფრო მეტად ახლოს იქნება ჩვენთან ვიდრე ვინმე წარმოუდგენია. მაგ შეგრძნება რომ დავკარგე ჩემი მშობელი მეორედ. არასოდეს არ დამავიწყდება ლოცვის შემდეგ მისი დალოცვა, იმიტომ რომ მისი ხელი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის ხელი, იმიტომ რომ აი ეს განსაკუთრებული სირბილე, სიმსუბუქე, სითფო და რაღაცა ალბათ ამას ქვია მადლი, ხო? მოყვება და სულ მახსოვს. მე არ მაქვს ახლა ისეთი ემოციური განცდა, რა გვეშველება. პირიქით, რაღაც სხვანაირი მშვიდე მოვიდა, იმიტომ რომ რაღაც ეპოქა დამთავრდა, იწყება რაღაც ახალი. ახლა გვაქვს ის დრო, რომ ჩვენ ტვინში გადავხარშოთ ყველაფერი. რა შეგვეშალა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და უბრალო და ძალიან პატარა ადამიანების ხელში არ შენდება ამდენი ტაძრები. და ამდენი მადლიანი საქმე არ კეთდება. ჩვენ ჯერ კარგახანს ალბათ ვერ მივხვდებით ვის გვერდით ვიცხოვრეთ. იმიტომ რომ 59 წელი იყო პატრიარქი, ფაქტიურად მთელი ჩვენი ცხოვრება იყო მასთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გავძლიერდებით. მისი სურვილი იყო ვიყოთ ერთიანები. მე სულ მახსოვს მისი საშობაო ეპისტოლე 2005 წლის შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტიურად ზეპირად ვიცოდი, იმიტომ რომ რაღაც უცნაურად მოგვიწოდა, რომ თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი, სუფთა სინდისი, მარადიული დღესასწაულია. და ეს ასეც არის. როცა ადამიანს ახსოვს სიკვდილი, ახსოვს უკვე ხედავს სწორად ცხოვრების გზას. ალბათ ყველა მართლმადიდებელს უნდა და ასეც უნდა იყოს, ყველამ უნდა ისურვოს ცხონება და ამის ბევრი მაგალითები მოგცა გვასწავლა და ვიცი რომ ნათელში იქნება უფალთან. მე ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან რთული დღე გქონდა გუშინ, რთულ დღეებს გავდივართ ახლა, მაგრამ ვისურვებდი რომ აი როგორც მერაბ კოსტავა გვეტყოდა ხოლმე მტერი ისეთ განსაცდელს მოგვივლეთ ერთმანეთს ვეცებდით ხელების ცეცებით. ეხლა რაღაცნაირად ჭირისუფლებმა დავიწყეთ ხელების ჩაკიდება და მე მინდა რომ ეს ჯაჭვი არ გაწდეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელა ზესტაფონის თვითმმართველობის პირველმა ხელმძღვანელმა პირებმაც. ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს მერი ვახტანგ ღამბაშიძე. დღეს საქართველო უდიდეს ტკივილს განიცდის, დასრულდა ეპოქა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. აღესრულა ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ადამიანი, რომელმაც რწმენით, სიყვარულითა და სიბრძნით თაობები აღზარდა და ერთ ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი შეუნარჩუნა იმედი. მისი მიწიერი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ მისი ნათელი სიტყვა, გულწრფელი ლოცვა და უდიდესი სულიერი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება. წერია სამძიმრის წერილში. სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს ზესტაფონის საკრებულოც. განმკარგულებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ პატრიარქის მოღვაწეობა 10 წლეულების განმავლობაში იყო ერთიანობის, სიმშვიდისა და შემწყნარებლობის სიმბოლო თითეული ქართველისთვის. საქართველომ დაკარგა უდიდესი პიროვნება და უდიდესი პატრიარქი, რომლის ღვაწლიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ილია მეორე 1977 წელს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გვიანღამით კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, პატრიარქს 22 მარტს მისი სურვილის შესაბამისად სიონში დაკრძალავენ.
ცნობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.